ვარ თამარ ყოჩაშვილი, ისტორიკოსი გურჯაანიდან და მე დღეს მოგითხრობ დავით სარაჯიშვილის ისტორიას. დავით სარაჯიშვილი ეს არის ქართული კონიაკის ფუძემდებელი, სოციალური ინოვატორი. განათლებას ევროპაში იღებდა პეტერბურგში, გერმანიასა და საფრანგეთში, სადაც განსაკუთრებით დაინტერესდა კონიაკის კლასიკური ფრანგული წარმოების ტექნოლოგიით. საფრანგეთში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გადააქცია მისი ცხოვრების საქმე, რომელიც კავკასიის რეგიონში გახდა მომავალი კონიაკის წარმოების ცენტრი. დავით სარაჯიშვილის ბაკურციხის შატო ღვინის შენახვისა და კონიაკის დამზადების ადგილი იყო, სადაც ბუნებრივი ტემპერატურა და კლიმატი იდეალურ პირობებს ქმნიდა ქართული ღვინისა და კონიაკის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. დავით სარაჯიშვილი იყო არა მხოლოდ გამორჩეული მეწარმე, არამედ სოციალური ინოვატორიც. მან საქართველოში დანერგა 8 საათიანი სამუშაო დღე, შექმნა მუშებისთვის სასადილო და ბიბლიოთეკა. მისი მარკეტინგული ინტუიცია ცნობილია ქართულ ისტორიაში. სარაჯიშვილმა პირველი ქართული სარეკლამო პოსტერები შექმნა. ასევე გავრცელდა ამბავი კინტოების შესახებ, რომლებიც რესტორნებში სარაჯიშვილის კონიაკის მოთხოვნით შედიოდნენ და თუ არ იყო რესტორნის მენიუში აიძულებდნენ დაემატებინათ. ეს ხერხი გახდა ერთ-ერთი პირველი მარკეტინგის მაგალითი ქართულ ბაზარზე. სარაჯიშვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია მისი მეგობრობა ილია ჭავჭავაძესთან და ეროვნული მოძრაობის მხარდაჭერა. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასა და ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლაში. მე როგორც პედაგოგი და ისტორიკოსი ვამაყობ, რომ დავით სარაჯიშვილის ისტორიის მაგალითზე შემიძლია ვასწავლო ჩემს მოსწავლეებს სამშობლოსადმი სიყვარული და საქმესადმი თავდადება.